ნინო მეუნარგიასა და მიხეილ მიმინოშვილთან ერთად. ეთერში დაგიბრუნდათ გადაცემა ძველი რადიო, რომელიც ყოველ შაბათს გადის პირდაპირ ეთერში. კვლავ განაგრძობთ საუბარს ორგანიზაცია ფესტივალ ივერია, პრემია ივერიას ორგანიზატორი ბატონი ნუგზარი კვლავ ჩვენთან არის და ჯგუფის წევრები, რომლებიც სულ რამდენიმე დღის წინ ჩამოვიდნენ იტალიიდან, ემოციები გაგვიზიარეს უკვე ჯგუფის ერთმა ნაწილმა და ეხლა უკვე სხვა ჯგუფის წევრების ჯერია, ქალბატონი ეკა ქაჯაია, ქალბატონი ხათუნა ცომაია და ბატონი ლევან ბოცვაძე. მოგესალმებით კიდევ ერთხელ და მადლობა რომ გეწვევით. ანუ იცით რა არის ჩვენ ბევრი ვისაუბრეთ უკვე იმ მნიშვნელობაზე თუ როგორი აუცილებელი არის მსგავსი ურთიერთობა იმ ემიგრანტებთან რომლებიც ქვეყნის ფარგლებს ქვეყნის მიღმა ცხოვრობენ აღნიშნეთ ისიც თუ როგორი ძლიერი დიასპორა იყო და მინდა რომ აი თქვენს განაგრძოთ ეს თემა და რა თქმა უნდა თქვენეული შტაბეჭდილება გაუზიაროთ ჩვენს მსმენელს. მოგესალმებით, დიდი მადლობა მოწვევისთვის. დეჟავუ მაქვს თო ვიძახდი რომ იმდენად მალე მოხდა ჩვენი თავიდან ესე თავმოყრა. საოცარი შტაბეჭდილებებით, რა თქმა უნდა, ბევრგან დავწერებ, თქვით, ვისაუბრეთ და რა თქმა უნდა არ შემეზარება გამეორება. ჩვენ ყავს საოცარი მართლა ადამიანები ქვეყნის გარეთ, ну კონკრეტულად ახლა ამ შემთხვევაში იტალიაზე ვსაუბრობ. ესენი არიან, არ ვიცი, ალბათ ღვთისმოძებული ხალხი, იმიტომ რომ ნამდვილად სწორ დროს, სწორ ადგილას თუ კი ქვეყნის ბედისწერა არის თქო მე ვამბობ რომ ქვეყნიდან აი ესე ვთქვათ ხალხის გადინება უნდა მოხდეს საწყენია რომ ეს ესე ხდება მაგრამ მოცემულობა არის ასეთი ხო ქვეყანაში რომ ეხლა დღეს და ხვალ არ დაწყებულა დღეს და გუშინ და თავისთავად ეს უკვე წლებია მიმდინარეობს მიდიან მაგრამ აი ასეთი მოამაგე ადამიანები გჭირდებიან იქ რომლებიც ყოველგვარ ქართულს დაიცავენ, მოუფრთხილდებიან და შექმნიან აი მაგალითად მე ერთ-ერთ ქალბატონზე ვიტყვი ხათუნა ქარაიაზე, რომელიც არის საკვირაო სკოლის დამფუძნებელი, რომელსაც უკვე 80 ბავშვი ყავს და ეს არის დასაწყისში, სადღაც 1 წელია რაც ჩამოყალიბდა ეს სკოლა. აბსოლუტურად უანგაროდ, ენთუზიაზმით მოწვეული მასწავლებლები, რომლებიცაც ანაზღაურებაც არ გააჩნიათ, მათ ნებისმიერ მატერიალს თვითონ ქმნიან, თუნდაც სამოსი იქნება ეს ქართული ცეკვის თუ ასე შემდეგ. ეს არის ფასდაუდებელი შრომა და კიდევ გავიმეორებ, სხვაგანაც თქვი, ალბათ უფალი წყვეტს როდის რა მოცემულობაში ვინ სად იყოს და ამ ადამიანებზე ბევრია დამოკიდებული. ძალიან მიხარია რომ გავიცან. კი, რა თქმა უნდა, ქართული ჰიმნი ცეკვა სიმღერა, ანუ არ ვიცი, საოცრებები გვაჩვენეს და კიდევ რაც ვერ ასახა ვიდეო მე ხა მთელი დღე ვერ ჩაიწერე რაღაცას. ხო, და ასე რომ ძალიან ბედნიერი ვარ. ბატონმიშა, ის იყო რომ ღონისძიება გავხსენით საქართველოს ჰიმნით და ის იყო ღონისძიება, როდესაც ცოცხალი შესრულებით იმღერეს ბავშვებმა საქართველოს ჰიმნი. იქ ყოფმა ბავშვებმა, ალბათ რაღაც ნაწილი სავარაუდოდ იქ დაბადებული ან თვეების ჩავიდა. ან რამოდენიმე წლის 2-3 შეიძლება ნაყოფის არ არის საქართველოში. კი, შესაძლებელია და უფრო მეც გეტყვით მე ამ ძალიან ლამაზმა და ნიჭიერმა ქართველმა ბავშვებმა იტალიური ჰიმნი იმღერეს კიდევ ისევე ცოცხლად, რა თქმა უნდა და იცით როგორი მომენტი იყო ეს საქართველოს ჰიმნზე ცხადია ყველა ფეხზე ადგა მათ შორის იტალიელი სტუმრებიც იტალიელი იქ იყო მოძღვარი იყო საეკლესიო პირები იყვნენ ჩვენთან ერთად ეს არის პრესვიტერი არ მინდა შემეშალო სახელი კასტრიციო არაჩვეულებრივი ადამიანი და ქართველებს ძალიან ისეთი მოამაგე და უბრალოდ მართლა მინდა რადიო ეთერის მეშვეობით მადლობა უთხრა მას რადგან ქართველებს მან მისა ეკლესია მისა მან შენობა ყველაფერი მისა იმისთვის რომ საკვირაო სკოლას დაედო ბუდე ანუ შენობა დაუთმო ხო? აბსოლუტურად უსასყიდოდ, უანგაროდ, ყოველგვარი რაღაც მეტის გარეშე მართლმადიდებლური ტაძარი შეაქმნევინა, იქ სამრევლო შეიქმნა, სკოლა იმედის შევიდა, იქ შესახლდა ასე თქვა და ეწევიან ჩვენი ქართველი ემიგრანტები იქ მნიშვნელოვან მუშაობას, როგორც არის მომავალთაობის აღზრდა და თუნდაც ჩასული ახალგაზრდებისთვის რაღაც სულიერი საზრდოს მიცემას. და
ესე იგი ქართველების საქართველოს იმედზე დაჯდა ყველა ამ დროს კიდევ ხელახლა მოუწევთ აღდგომა და ეს იყო მოულოდნელი ხო ძალიან იყო იტალიელების და კარგი ჟესტი იყო ძალიან მამა კასტრიციოს იყო იცით როგორი მომენტი რომ აი იმდანაც აღფრთოვან და ისეთი სახე გაუხდა რომ ეს არ ელოდა აშკარად და ერთგვარი პატივისცემა იყო მისი მიმართ და რა თქმა უნდა იმსახურებდნენ რა თქმა უნდა აქვე დავასრულებთ შეიძლება თქვენ ისნება ამ საიტს რომ მოძღვარს გადავეთით პრემია ივერია იმისთვის რომ ის ხელს უწყობს ქართველების კულტურის განვითარებას კი და საქართველოს მისცა ძალიან დიდი შანსი იმისი რომ ესე უკიდურეს სამხრეთ იტალიაში ქართველებმა საკუთარი ალამი მუდმივად აფრიელონ და ქართული სული იყოს, ქართული პოეზია იყოს, ქართული ხელოვნება იყოს და ამის გაკეთება უცხოელის მხრიდან ესეთი შორეულ უცხოეთში არის ალბათ ძალიან დიდი მადლიერება და მადლობა კიდევ ერთხელ მას და დასასრულს ღონისძიების დასასრულს რომ მეგონა რომ სულ ახლახანს დასრულა ღონისძიება რამოდენიმე წუთში ვხედავ მის პოსტს რომელიც არის ძალიან გულწრფელი პოსტი Facebook გვერდზე საკუთარზე და პოსტში რომელშიც აღფრთოვანებას ვერ მალავდა და მადლიერებას აქეთ გამოხატავდა იმის რომ მან მიიღო ეს უზარმაზარი ჯილდო ქართველებისგან რომელიც მისი უწმინდესობის ლოსაკურთხევით მიმდინარეობს ისე რომ კიდევ ერთხელ ჩვენი ცეთი პატარა გამარჯვება იყო რეჯო კალაბრიაში და რა თქმა უნდა ქართველებთან ერთად და აი ამ სასულიერო პირებთან ერთად ეხლა თქვენ საუბარს რო უსმენდი როგორი სიამაყით ავივსეცით იმიტომ რომ ის ქართველობა რომელიც იქ არის წარმოდგენილი იმდენად კარგად იქცა მოდით კარგად თქვათ იმიტომ რომ და ესეთი აი თქვენ თქვით რომ გქონდათ შეხვედრები მერიაში და ეს ყველაფერი თქვენი დამსახურება კი არა დამსახურება იმ ქართველებისა რომლებიც თქვენ დახვდნენ და ესე იგი მათი ცხოვრების წესით მათი საქმენ მათი ურთიერთობით თვითონ იტალიელებთან იკვეთება ის რომ ძალიან ღირსეულად ცხოვრობენ და ძალიან თქვენ სწორედ ძალიან ქალბატონო რომ აი სწორ ადგილას მართალია ცუდია რომ ესეთი ამბავის ხდება ქვეყნის დატოვება, მაგრამ ძალიან კარგია რომ აი ესეთი ცენტრი იყოს, რა თქმა უნდა, თუ ასე უნდა იყოს, რა თქმა უნდა. ერთი რაღაც კიდე დავამატებდი ახლა სიტყვებს მიშა. მე იქ ჩემი საქართველო აღმოვაჩინე. მართლა, ჯერ დახვედრა იყო ისეთ დონეზე, აი როგორც რა ვიცი, მთავრობის შემადგენლობას რო დახვდებიან. აი მართლა ჰაერს რო უბერავენ რაღაცა რო ზედმეტი რაღაც ბუმბული არის საქმეს ადამიანს, აი ესეთი სიყვარული, აი არ ვიცი, გიორგი, გოგოები, აი სასწაულები არიან. კი, რა თქმა უნდა, რადიო, ტელევიზია, ჩვენი წიგნების წარდგენა, აი უღმესი მადლობა პირველ რიგში ამისთვის უფალს და ბატონ ნუგზარს, იმიტომ რომ მაგალითად ერთ-ერთი ადამიანის ხათუნა ცომაიას ოცნებადაც რომ არ შემეძლო, ეს რა ვიცი, ისეთი რაღაცები ხდება ჩემ ცხოვრებაში, ამისთვის მე არ დავიღლები მადლობა უთხრა თითოეულ ადამიანს. ვინც კი აი მცირედი გააკეთა ჩვენი გახარებისთვის. რა თქმა უნდა, უფალს და მე ბატონ ნუგზარს ვიტყვი და რაც შეეხება კიდე აი ამ საღამოს ბავშვებთან დაკავშირებით მე მაგალითად მთელი იმ დროის მანძილზე რაც იქ ვიყავით დარბაზში ტიროდი და ის მარიამი აქედან მოვიკითხავ მარიამ ჭანტურიას ჩვენი მეგობარი ვინც გვახსდა ჩვენ მეუბნებოდა ხათო ნუტირი ხარ ხან მე ვეუბნებოდი ნუტირი ხარ მარიამ არ შეიძლება ცრემლების გარეშე უყურო რომ იქ შენი საქართველოა მიამაყება მაგრამ ამავდროს სცენაზე რომ გავედი აი ბატონ ნუგზარ მე მგონი ეს გაგახსენდა თქვი ხალხო არ გადავჯიშდეთ დაბრუნდით საქართველოში მეთქი აი ესეთი რაღაცა ძალაუნებურად თან მიცით რა სულ არ ვაპირებდი რომ ხაზი გამესვა ჩემი ოჯახის აი წარმომავლობას რაღაცაზე და გაუსვი ხაზი აი გერმანელი მეუღლე გადმოქართველდა შვილები ქართულ წესზე ესა და ყველაფერი ლუკაც კი ვახსენე აუტიშვილიშვილსაც კი საქართველოში უვლი და არაფერი არ გაგიჭირდება თუნდაც დაბრუნდით მეთქი ეხლა რეაქცია მე არ ვიცი იქით ამ ხრიდან რა იყო და როგორი იყო ამასთან დაკავშირებით მაგრამ მე ყველა ქართველი აი მენანება საქართველოს იქეთ რომ გავიდეს მიამაყება და ამავე დროს აი რომ აგონდება სულ მეტირება ძალიან მიყვარან რა ვიცი ჩემი სულის ჩემი სხეულის ნაწილები არიან მესმის თქვენი გავადონ ხატ ბატონ ლევან თქვენ ჩვენთან რომ ვსტუმრობთ თქვით რომ საერთოდ არ ყოფილხარ საზღვარგარეთ ნამყოფი და დატოვეთ საზღვრები და მოხდით მართლა ზღაპარში და თქვენი შთაბეჭდილება მოინტერესებს მადლობა მინდა კვლავ მოგახსენოთ წინა გადაცემაზე სანამ წავიდოდით მანამდე ვახსენე ხო პირველი მოგზაურობა არის მეთქი ჩემთვის და ყოველგვარ მოლოდის გადაარჭარბა აი ესეთი
დახვედრა მოგვიწყვეს იტალიელმა ქართველებმა იტალიაში. კარგად ზამი იტალიელმა ქართველებმა ბატონო. ხო, იმიტომ რომ რაღაცა ის დავაკვირდი რომ იქ ბავშვები ეხა წეგან იტალიურად საუბრობდნენ ერთმანეთში და აი დედა რო დაუძახებდა რაღაცა უფროსები რო დაუძახდნენ უცბად ქართულად ერთვებოდნენ და მე ხა თავიდან რო წავედი ხა ცოტა გადახვევით ის ჩემზე პირველად რახან ვიყავი უცბად აი მოვიფიქრე ესეთი რამე რომ იტალიაში მე თან პირველად ვარ მეთქი საზღვარგარეთ და იტალიაში ისე ვერ წავალ თუ ჩოხით არ გამოვცხადდი მეთქი და არ მივესალმე ბონჯორნო არ უთხარი მეთქი იტალიას ხო და ეხლა უცბად ეხლა ნახევარ საათში რა უნდა მოქმედებინა ეხლა ჩოხა მე თვითონ პირველად ჩავიცვი ჩოხაც და ჩემი შვილი მეტრა 91-ია 16 წლის ბიჭია და ის ვეღარ გავთვალე რომ ცოტა გზელი მეკნებოდა ხო და წამოვედი შვილის ზომაზე შეაგერინე ხო შვილის ჩოხა იყო რა ის ჩემი არ იყო უბრალოდ ხო და ის ჩავდე და მე ეხლა სასტუმროში რომ მივედი და რაღაცა და უცბად გამოცხადა აი მივდივარ შეხვედრაზე რაღაც ჩავიცვი და უკვე შევატყე რომ რაღაც უხერხულში ჩავარდი არა უშავს მეთქი ჩოხები ხო სხვადასხვანაირია და ვიფიქრე მეთქი ესეთი სტილი გრძელი ჩოხა ხო და კამარხანჯალი კი დავტოვე სახში ხო და რაზე მოვაყოლე იცით რომ ჩავედით ეხლა მივედით იქ სადაც ხო იქ დამხვდნენ კიდევ ეს ბავშვები ჩოხოსნები და ქართული ცეკვა და მე მეგონა რაღაცა აი თქვენ რაღაცა გამორჩეული იქნებოდით გამორჩეული და რაღაც კი სანამ მივიდოდი მანამდე კი ვიყავი გამორჩეული მიყურებდნენ რაღაც მაგრამ იქ რომ მივედი აი ეს ქართულ უცბად აი შინაურ იმაში შევედი და მეც ერთ-ერთი ჯარისკაცი და ერთ-ერთი ჩოხოსანი ჩვეულებრივი ჩოხოსანი ხო თითქოს ეგრე უნდა ყოფილიყო რომ რაღაცა და აი ეს ეგ ემოციები ძალიან უცბად იქ ექსპრომტიც დამება და რაღაცა აი ქალბატონ ხათუნას კი უხდება მანდილოსანია რაღაცა სენტიმენტები და ცრემლი და მეც წამომივიდა რა ცრემლი და იმდენად ვინერვიულე რომ ის ექსპრომტიც ვერ წავიკითხე წესიერად რაღაცა ცრემლები მომარდა და ხო რა გაქვთ ფურცელზე ეს ექსპრომტი კი ტელეფონში მექნება მაგრამ იქ კიდევ იმდენი რაღაცეები გადახვდა თავს და იმდენი მთელი მოგზაურობა იყო თავგადასავალი. ბატონო შევეჭრები თუ შეიძლება ესე იგი ესეთი რაღაც მოხდა რომ არ ველოდებოდი რაღაც სიურპრიზი მაქვს ლევანი მეურა და ამნიჯერე მითხარ ახლა მიდიეთ არ გავამახვილე ყურადღება იმიტომ რომ საორგანიზაციო ნაწილი იყო და მთელი ჩემი ეს რაღაცა გონებრივი რესურსი ну ხედავ რაღაც სცენაზე ვდგავა და კაცი ხედავ დაბლა იქ რიგებში მეცნობა და ვერ ხვდები ვინ არის რატომ და ჩოხი ბოლოს გამიღიმა თავის ჩვეულები რაღაც έτσι კეთილი ღიმილი და ვიცარი ლევან ბოცვაძე ჩოხაში ხა ნამდვილად ვერ წარმოედგენა ეს იქაც უთხარი და დღესაც მადლობას ვეუბნები რომ ეს იყო ის შტრიხი იყო რომელიც შტრიხით ქართული ხასიათი გამოაჩინა კიდე სხვანაირად გარეგნობაში თორე ცხადია ლევანი საქართველოს ემსახურება ჯარის ფორმატში ამ შემთხვევაში კალმის ფორმატში და რეალურად აღმოჩნდა რომ კაცი სრულად შეიმოსა ქართულად აი ამ ძალიან დიდი შტაბეჭდილა მოახდინა იქაურებზეც და როგორც ერთი განსაკუთრებული ეგზემპლართან იღებდნენ ფოტოებს რომ უცხოელები იტალიელები იწულა ძალიან მოწონდა ინტერვიუ აი შევახსენებ თქვენის ნებართვი ბატონ უგზარ ბატონ ლევანი გახლავთ პროფესიონალი სამხედრო და იმოდრეულად არაჩვეულებრივი თავის პროფესიაში და აჩვეულებრივი ლექსების ავტორიც ეთი და კიდე უნდა რაღაცებს უნდა გავამჟღავნო ბატონ ლევანი ესე იგი აღმოჩნდა იქ რომ თურმე უკრავს პირის გარმონზე მართლა რა თქმა უნდა მე ვთხოვე რადიო ეთერში და მგონი არ შემისრულა ერთხელ წამოიღებეთ და იქნებ ექსპერიმენტად რამე დაუკრათ და წამოვიღოთ ის ინსტრუმენტი უბრალოდ ის თუ აყვებოდა იმას ის ვერ მე მინდოდა რომ აი ნინო როტას სიცილიის ისა და ის არ გამოვიდა იმიტომ რომ მუსიკაზე აყოლით თუ გამოვა მაგრამ ისე წამოვიღე რატომაც არა წამოვიღე რავი თუნებას ხატა გაქვს ინსტრუმენტი და ხატავს აეროპორტში ვზივარ კარიკატურები არ არის ეს პრინციპი სერიოზული ჩანახატებია და შემოაბრუნა თავისი ბლოკნოტი არ არის უბრალოდ დრო გამყავდა ბლოკნოტი შემოაბრუნა და მე აი ნახევრა დაგხატე და დამხატა
ფაქტობრივად გონ მთელი გუნდის წევრები დახატა. კი ბატონო, ვიცანი ბატონო. სიცილიური კუდით. კი ბატონო. შემდეგი პერსონაჟი ვინ არის აბა ვნახოთ ბოდიში? ეგეც შენ გამსგავსე. ეს პროფილში. დრო გამყავდა აეროპორტში უბრალოდ. ეს გავდონე ხათუნაცომაია როგორც ხდები. ხო, ეს მირანდა ძალიან კარგი. მირანდა მამაგეიშვილი. ეს ვინ არის? ეს უბრალოდ იქ რო დადიოდნენ რა იტალიაში აი იტალიის სახე. იტალიელი გოგონა. და ყველაზე მთავარი ის არის, რომ ამ საქმიან ნაწილთან ერთად სათავგადასავლო მხარე იყო, არ ვიცი, დახუნძლული რაღაც იუმორით, კურიოზებით, იმიტომ რომ ეს ჯგუფის წევრები წარამარა ერთმანეთს ვკარგავდით, იყო მერე ძებნა გამოცხადებული, წარმოიდგინე, სიცილიის დედაქალაქში ვართ ჩასული, დავათვალიერეთ კათედრა საკათედრო ტაძარი და ნუ სასწაულებს ვხედავთ არ გვცალია ხა ერთმანეთის საყურებლად რა თქმა უნდა მაგრამ ბოლოს აღმოჩნდა რომ არ ყავს ერთი ძალიან საყვარელი ქალი რომელიც სულ გვეკარგებოდა და საბოლოო ჯამში აღებული გვაქვს უკან დასაბრუნებელი ბილეთები ყველა ვარიანტი ერთი მაინც უნდა დარჩეს ვიღაც დედაქალაქში იმიტომ რომ ყველა მთელი გუნდი ხო ვერ დარჩება ხა გაუქმდება ამდენი ბილეთი და ბრუნდებით უკან და მრავალსაათიანი ასე ვთქვათ 2-3 საათი ვეძებეთ ეს და ბოლოს ვფიქრობდით რომ უნდა გაგვეცხადებინა და რაღაცა სქემებს ვამუშავებდით და ბრუნდებით სადგურზე და ჩვენი ქალბატონია ზაგოგიტაური დგას და მოკითხვას უთვლით რა თქმა უნდა და გვხვდება და ეს მე კი არ დავიკარგეო. თქვენ დაიკარგეთო 12-ვე ადამიანიო. ნუ ტაქსი ჩავჯიქიო პალერმო დავათვალიერეო. გელოდებითო ვასადურზე ვარ. ხალხო ძალიან ბევრი წიგნის პრეზენტაცია მოხდა იქ და ალბათ 5 წიგნის იყო ხო? და ერთ-ერთი იყო თქვენი კრებული რომელიც და ეკასი წიგნის იყო კიდე ეკაკაჭინესი წარდგინებასთან დაკავშირებით ეხლა ვიდეოს იმ დღეს ვათვალიერებდით ვიდეოს ჩემს და აი როგორ გავსდილ ვარ მეთქი ევს თქვი და სითამამე მომატებია მეთქი იმიტომ რომ პირველად თქვენთანაც რომ მოვედი რაღაცა შებუჭილად ვიყავ და ეხლა ისე გახსნილად ვიყავ გარემოც გახსნილი იყო ალბათ ჩვენთვის ამ სიყვარულს თითოეული ჩვენთაგანი ვგრძნობდით მადლობა ამისთვის უფალს, მადლობა კიდევ ერთხელ ბატონ ნუგზარს, პრემია ივერიას, რომ არა ეს პრემია, ესეთი შეკრული გუნდი არაფერი არ მოხდებოდა. გუნდი იყო ესეთი შეკრული, რომ ეხლა გოგოები რომ ნახია, უთხარი რომ პირილამდე მომენატრეთ მართლა, რომ გავიფიქრებ ცრემლები მადგება თვალებზე. ოჯახის წევრები. ხო და აი ამისთვის არ ვიცი, ეს თქვენ ახათ ესეთი ადამიანი, რომელიც ზედმეც კი არა ზოგჯერ საჭირო რო არის, იმასაც არ ამბობს და შურს თქვენი თავშეკავების როგორ გიწყდათ. უმრავლესობა ერთმანეთი რა თქმა უნდა იქ უფრო გავიცანით ან ძალიან შორიდან ვიცნობდით ან რაღაც და აი დაემთხვა ისე რომ ყველა რაღაცა ერთი ოჯახივით აღმოჩნდით და ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი ბატონ ნუგზარმა აღნიშნა ეს სულ პირველად რომ დაიწყე შტაბ-ჭრებზე ლაპარაკი რომ იქ მივხვდი როგორი ქართველი უნდა ვიყო ანუ არა მხოლოდ ემიგრანტებზეა საუბარი არამედ თქვენზეც არის საუბარი ჯგუფზე რომელიც სამთავგადასავლებში მოყევით და ფიქრობ რომ ეს შტაბ-ჭრები ძალიან მალე აისახება ალბათ თუმცა მე მინდა რომ აი ხა დღესაც ავიკითხოთ ლექსები რომელიც ასე თუ ისე ემოციურად ეხმიანება აი ამ სიტუაციას აი მე მაქვს პატარა ჩანახატი შევესწარით იქ ტაორმინაში ჯურის წერა იყო და უბრალოდ ფოტო გადავიღე პატარძალი დავინახე იქა და ჯვარს რომ იწერდა ტაორმინაში მე გალას მერი მელანდებოდა სათვალით ვიყავ დაორმინაში მზერა ფატაში მევლანდებოდა სიცილიელი პატარძალივით მზის ხივსაც მწველად ეცინებოდა და უკაცრიელ ამორძალივით იმ თხის კაბაში ეცილებოდა პატარა ჩანახატია კი შენი შესანიშნავია ეს იყო საოცარი ქორწილი იყო ტარანტელას ცეკვით ტარანტელას ცეკვავები როგორ გითხრათ კოპოლას ფილმი გაგახსენდება თუ როგორი აი მართლა სიცილიური ტემპერამენტი სიცილიური მოლხენა სიცილიური ლამაზი წვილი პატარძალი საუცხოოდ გამოწყობილი აი სიტყვაც ალბათ გამოპრანჭულიც კი ისეთი რომ მარტო აი ამისი ნახვა იყო ალბათ ერთი მოგზაურობის ტოლფასი იმიტომ რომ
ეს უნდა გენახა და ერთ რამეზე დამწყდა გული ბატონო რომ ქორწილში არ დაგვიყვანეს. ქორწილში არ დაყვანეს. ვეროდე უარე გარშემეთი მოგზავნილ ბატონო. ანუ მაგ დროს ჩვენ დაკარგულებს საგვეცალა ჩვენ არასდროს არ გვეცალა. სხვათა შორის მე 3 დღე ცუდად ვიყავი, რაღაც ცოტა გამირთულდა და სასტუმროში ვიყავი, მაგრამ მე ფიქრებოდა ყოველთვის ქალბატონი აზა. იმიტომ რომ სხვა შემთხვევაც ყოფილა ადრე გასვლითი რაღაც სხვა მხრივ ღონისძიება და იქაც ესე იყო, რაღაც იკარგებოდა ხოლმე და საღამოთ ვეტყოდი მე და მარიამი ვიყავით, მარიამი არ წავიდა ჩემს გამო და ვეუბნებოდი ესე იგი მარიამს ნეტა აზა არის ნორმალში და საღამოთი კიდე რომ მოვიდო და ამოვივისუნთქავ და ესეთი შვედით. მზად გაქვთ უკვე ლექსი კი ბატონო. კი ბატონო. ქუჩა ქალი, ქუჩა ფოთოლცვენა, ობლად დარჩენილი ხეები, ქალი მარტოსული, ზეცას აპყრობილი ხელები, ჩუმი ვედრება და ცამდე ატოტილი ვნებები, განცდა ვერ შევძელი, მივხვდი ისევ გნებდები. ფიქრი უსასრულო, შორეც იავარდები, წამიერი ტრფობა და საბნად იასამნები, ხშირად შფოთი მხსნელად და ცრემნარევი თვალები, შორეთიდან მომყოლი ცოდვით სავსე ვალები, გაუსაძლის ტკივილად ღამის ურჩი სიზმრები, გადაქანცულ საფეთქელს სევდის დედა ფიქრები, ქუჩა, ქალი, ხელები, ერთდროს ნასათუთარი, დღეს ტკივილებს უთხარი, დავიწყება უარი. ჩვენიერია. ბრავო. ავდონაიკო თქვენს გისმით. თითქოს არ ვიყავი რაღაცა ლექსებისთვის მზად. საოცრად დავიკითხავ მაშინ, რადგანაც მოგზაურობის ერთ-ერთი ნაწილი იყო ზღვა და სიცილიასა და შორის მოგზაურობა. შენი ბადები ისე თანდათან. ზღვაო, ნათლის მღებს ხიფთა გებაში. ასე მგონია, ნაბიჯ შევდგამ და შევცურავ ახალ შეთენებაში. შენი ძარღვები და იხაზები და უმსუბუქეს ხიფთა კამანდით მიეზიდები ნელის მორებით, ლურჯი ზოლებით ცისფერ ხომალდებს. აქ მნაც შენ ზურგზე გაფსნილს ბრინჯივით, ფერთა გრალში გაქვს ლივლივი, გადმოიხრები ხარივით დინჯი, ალოკავ ქვიშას ქვამარილივით. შენ გრძნეულდები ისე თანდათან ზღვაო, ნათლის მღებს ხიფთა მოსვაში. ასე მგონია ნაბიჯ შევდგამ და შევცურავ ახალ მზის ამოსვლაში და გაოგნებულ სიმწიფით მთვრალი შევადუღდები ღვინისფერ მასას. სასწაულია პირველი კვალი, როგორ ემჩნევა ამ ხელა ზღვასაც. ეს წავიკითხე, ესე ვთქვათ, რეჯო კალაბრიოს ერთ-ერთ უზარმაზარი ციხესიმაგრის კოშკზე და ეხლა უცებ მომინდა რომ ეთერში. უცებ წარმოგიდგინეთ უცებ დავდივარ და ეს რეზონანსი ძველი კედლებისა როგორ გააჟღერებს. დიახბატონევა. მადლობა მინდა პირველ რიგში გადაუხადო ბატონ ნუგზარს, რომ მან მითხრა, რომ აი ესეთი პროექტია და კარგი იქნება თუ წამოხვალო და ჩაქსვიო რა და კიდევ აი თავისებურად ამიხსნა, რომ აი შემოქმედებისთვის კარგი იქნებაო რაღაცა და მე ხა პირველად რახან ვიყავი თავიდანვე დავიწყე რა ისეთი ისა და თვითფრინავშივე რაღაცეები ისე გაფაჩუნებაზე ისე ხა არ უნდა ვამბობდე მაგრამ მანდილოსნები ხნეთი იყვნენ და მე არ შემშვენოდა ეხლა ეგეთი ის და უბრალოდ ჩემთვის ვიყავი და ბავშვებს დაუწერე ამდერძი 1-4 კუპლეტიანი ხო და თუ რამეა მეთქი ხო და ურბინულ ზონებში განსაკუთრებით ხოლო ხო და მე აი იქ რო ჩავედი ისე მომიცვა ამ სიტუაციამ და რაღაცა რომ ეს მუზა რა ვიცი სადღაცას თავის კუთხეში იყო და სხვა რაღაცებს ვაკვირდებოდი და მე ეს ფოტოები რო გადავიღე რო ჩამოვედი და რომ მოვიდა მე მუზა რაღაცა ჩანახატების ხო და ესე აი კარგად გამართლდა რა ნუგზარის სიტყვები ჩემში და უბრალოდ აი მე ბევრი მაქვს ეხლა ერთი 10-ზე მეტი ის მექნება და ბოლოს ეხლა აქაც რომ მოვდიოდი დილით ხათუნა მამაგეიშვილის ფოტომ და იმან ის ქოთნები რო იყო რა იმის ისტორია ძალიან ჩამოყალიბდა ხო რაღაცა პოემასავით გამოვიდა და იქ აი პალერმოში რო ვიყავით ესე იგი ბავშვები შემთხვევით ვიწრო ქუჩებზე და იმაზე ისე თამაშობდნენ ფეხბურთს
აი ასვალზე აბსოლუტური კინოსიუჟეტი. ხო რა ბოლოს რომ მოვედი აზზე მეოთხე ეს როგორ არ უნდა დავასურათო დავასურათე და კიდევ შეიძლება ხო და აი ძალიან რაღაცნაირად აი მე რო და ჩანახატიც დაუხდით ხო იმ სურათს ჩანახატი ფეხბურთს თამაშობდნენ პალერმოში ბავშვები გზაზე ვიწრო ქუჩაზე ვაცადე პასი და გაվել განზე ისეთ ოსტატურ ფინტებს ხატავდნენ ვერ მოվել აზრზე ისე სიცილიურად სიტყვას არაგდებდნენ ბანზე თამაშობდნენ და ორიენტირი არ ჰქონდათ კარზე ისე ერთობოდნენ იტალიურად თანხტოდნენ გვარზე ფეხბურთს თამაშობდნენ პალერმოში ბავშვები გზაზე მე მოვითმინე მაინც აღუბეჭდე რომ მოվել აზზე. იცი და ფოტო გამოფენა შეიძლება გააკეთოთ და ჩანართები დაუწოთ ნამდვილად. ეს იყო მაგ საოცარი კადრი იყო მე ვნახე მე გავიარე იმ ქუჩაზე შევხედი ამას მაგრამ უბრალოდ აზასცებნაში ვიყავით ვეძებდი ადამიანს რომ ლევან მადლობა ლევან გადაიღეთ კიდე გვაგდრო მე მინდა კიდევ ერთხელ აი იქაურ სათვისტომოს საქმიანობაზე რო ისაუბროთ აი თქვენ ახსენეთ რამდენიმე გიორგი ახსენეთ აი ქალბატონ აი ალბათ მეორე ბლოკში სუპრიანი იქნება მოდი დავიწყოთ იქედან ეს გუნდი რომელიც ჩვენი რეჯო კალაბრიის ოფიციალური წარმომადგენლობა გახდა პრემიერისა იტალიაში ჩემი ნდობა ჩემი შეხედულება ჩემი დამოკიდებულება სრულიად გაამართლა ამ გუნდმა ვინაიდან ჩვენ მანამდე სხვა ქალაქებშიც გქონდა და სხვა ქვეყნებშიც გაკეთებული ღონისძიება და ის ჩვენი სხვა წარმომადგენლებიც იყვნენ იქ და ერთგვარად ყველა მაღიარა რომ კი ყველას გვაჯობა რეჯო კალაბრია ამ ეტაპზე და ბრწყალებში მუქარა გამოსცრეს რომ ჩვენ უკეთეს გავაკეთებ ეს კარგია და მე თავიდანვე ჩავაგდე ესეთი რაღაც რომ წლის საუკეთესო მასპინძელი პროექტის ანუ ვინ იქნება ის დაჯილდოვდება ცალკე სიურპრიზად დავტოვებ ამას რითი დაჯილდოვდება რომელი რეგიონი რომელი ქვეყანა რომელი ქალაქი უფრო კარგად გააკეთებს და საერთო ჯამში მინდა რომ მადლობი დავიწყო იმ ვულტრფერი საუბრისთვის როგორი საუბარით დაიწყო ჩემსა და ქალბატონ ხათუნა ქარაიას შორის ძალიან უშუალო ძალიან პირდაპირ მთხოვა და შემომთავაზა და მითხრა თუ რა უნდა და ეს იყო 3 მარტის მეორე მესამე დღე დაახლოებით 4-5 მარტი იყო როდესაც პრემიერის გალადაჯილდოება დასრულდა თბილისში იმდენად გულწრფელობა დავინახე ამ ადამიანში რომ უარი არ უთხარი იქიდან გამომდინარე რომ ვიცოდი ეს გოგონა გაამართლებდა ამ თავისი აღებულ მისიას და შესაბამისად შეუერთდა მე კიდევ არაჩვეულებრივი ადამიანები ახალგაზრდები ეს არის გიორგი ყიფიანი საოცარი ახალგაზრდა საოცარი კაცი ძალიან ნიჭიერი მუსიკოსი რეჯო კალაბრიაში საკონსერვატორიაში სწავლობს ზამთარებს თავის ახალგაზრდა კაცია კი და წარმოიდგინეთ რეჯო კალაბრიაში იტალიაში ამთავრებს კონსერვატორიას ეს არ არის პატარა საქმე ეს არის ფაქტობრივად ისეთი ძალიან დიდი გამარჯვება იქნება ერთი უბრალოდ ემიგრანტისთვის რომელიც უცხოეთში ცხოვრობს აბსოლუტურად მოწყვეტილი თავის ფუძეს და წყაროს ხო ძალიან კარგი ადამიანები აღმოჩნდნენ ასევე ძალიან კარგი გუნდის წევრები ეს არის მირანდა მამაგეიშვილი და საოცარი გოგონა მაკა გამყრელიძე და აქვე მინდა მაკა გამყრელიძეს მიუღოს ჯერ კიდევ პირველი წარმატება როდესაც მე ვიდრე მას ნახავდი იტალიაში და შემდეგ უკვე ჩვენი წამოსვლის დღეებში მისმა შვილმა წარმოვარჯიშეები არიან ლიზი და ანა მარია თუ არ ვშთები არ თუ შემეშალა მაპატიონ ბავშვებმა და დედამ და ამ ბავშვებმა გაიმარჯვეს იტალიის ჩემპიონატზე და კიდე მე რაღაც უფრო დიდ ჩემპიონატზე გაიმარჯვეს იყო საოცარი დიდი კონკურენცია ერთ ასაკში და ერთ წრეში იყო 400 ბავშვი 400 ბავშვი ერთმა აიღო მესამე ადგილი ერთმა აიღო მეორე ადგილი ეს ქართველი ემიგრანტი ბავშვებს ეს ძალიან დიდი გამარჯვებაა ყველასთვის ხადია აქ მე მანამდე ვკითხე და მითხრას რომ არა როგორც ემიგრანტები და როგორც ცხოველი ბავშვები არანაირი ზეწოლაც და არანაირი უარყოფით არ განიცდიან აი ამისი მადლობა იმ იტალიას და იმ იტალიელებს რომლებიც უბრალოდ ამ ბავშვებში ხედავენ ნიჭს და ხელს უწყობენ ყველაფერი ამისთვის და შესაბამისად ეს ის გუნდია რომელმაც არც მეტი არც ნაკლები შეძლო იმისი გაკეთება და იმისი დამტკიცება რომ ნებისმიერ დროს ნებისმიერ ქვეყანაში შეგიძლია შენი ქვეყნის საქმე აკეთო, შენი საკეთებელი აკეთო. იყო ქართველი, იტალიელიც გააქართველო და შენ გაიტალიელდე იმის გამო, იმისთვის, რომ იტალიელმა კარგად გაიგოს თუ ვინ ხარ შენ და შენც კარგად გაიგო თუ ვინ არის პირობითად იტალიელი და იქ რომ ჩავედით ჩვენ მარტო იტალიელები არ დაგვხვდნენ. დაგვხვდნენ იტალიელი ქართველები, მაგალითად დომინიკო პოლიტე, რომელიც ახლა საქართველოს თბილისში იმყოფება და ხვალ შევხვდებით ამ ადამიანს, ეს იყო ადამიანი, ეს არის ადამიანი, რომელმაც საკუთარი გამომცემლობა დაგვითმო იმის მთელი საღამოთ, ფაქტობრივად მთელი დღე, აბსოლუტურად ყველაფერი გაგვიკეთა იმის რადიო, ტელევიზია, პრეზენტაცია, ну, თუ რამე შეეძლო, თუ რამე შეეძლო ამ ადამიანს გაეკეთებინა აი ამ ქართველებისთვის,
ამ გუნდისთვის მართლა გააკეთა და ამის მადლობა კიდევ ერთხელ მას და ყველას აბსოლუტურად იგივე ქალაქის მერიას, მერს, ვიცე-მერს, ესენი არიან ადამიანები, რომლებიც ქართველები კი არ მიიღეს, ქართველები შეითვისეს და მათ ხელს უწყობენ და აბსოლუტურად უქმნიან იმ ნიადაგს და არ მინდა ეს ცუდად გამოჩნდეს ეს სიტყვა სასათბურე გარემოს, რომ ისინი იქ აღმოცენდნენ და კარგი საქმე აკეთონ, რა თქმა უნდა, ესენი თვითონ კარგი საქმის არიან მოტივირებულები. ძალიან სასიამოვნოა, როდესაც ამაზე ვსაუბრობთ, მაგრამ მე მაინც გამოთქვა იმას, რომ საგანძური აუცილებლად დაუბრუნდება თავის და აქ მეორე მომენტი ალბათ იქ წარმატებული ქართველები, რომლებმაც ესეთი რეალიზება მოახდინეს საკუთარი შესაძლებლობის, რომლებიც შესაძლოა აქ რაღაც ნიადაგი ვერ მოძებნეს და ისა ჩვენ უნდა შევთავაზოთ სამომავლოდ ისეთი ქვეყანა უნდა შევთავაზოთ, ისეთი გარემო პირობები, რომლებიც იგრძნობენ, ასე ვთქვათ, სრულფასოვნად აქ თავს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ყველა ქართველის ოცნება რომ იყოს ეგეთი ქვეყანა, რომ არავინ აქედან არ წავიდეს. და აუცილებლად მე ვფიქრობ, რომ აქეთკენ წავალთ. ბატონებო და ქალბატონო, ძალიან დიდი მადლობა სტუმრობისთვის. მადლობა იმისთვის, რასაც თქვენ აკეთებთ ბატონ ნუგზა, რასაც თქვენ აკეთებთ თქვენი შემოქმედებით, თქვენი აქტივობით და ფიქრობ, რომ გასაკეთებელი კიდევ ძალიან ბევრი იქნება და დიდი ეჭვიც არ მეპარება იმაში, რომ კიდევ გვესტუმრებით უკვე ახალ საფეხურზე გადაგიდეთ ინდოეთიდან. პრემია ივერის ფესტივალ პრემია ივერის ორგანიზატორი ბატონი ნუგზარ ჭიაბერაშვილი, პოეტები ხათუნა ცომაია, ეკა ქაჯაია და ბატონი ლევან ბოცვაძე გახდნენ ჩვენ დღევანდელი სტუმრები. სულ ცოტა ხანში კიდე მე შემოგიერთებით უკვე არაჩვეულებრივ პატასთან ერთად ის მოისტრაფიშვილთან ერთად. Спасибо.